ტუნისის შემდეგ გადატრიალების საფრთხის წინაშე ალჟირის ხელისუფლება დადგა. ოპოზიციური პარტია ქვეყანაში უსაზღვრო სამხედრო ძალაუფლებასა და ცხოვრების მძიმე პირობებს აპროტესტებს. დედაქალაქში გამართული საპროტესტო გამოსვლა სამართალდამცველებთან შეტაკებაში გადაიზარდა. ინციდენტის დროს რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ალჟირის დედაქალაქში ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერების საპროტესტო გამოსვლა სამართალდამცველებთან შეტაკებაში გადაიზარდა. ინციდენტის დროს რამდენიმე ადამიანი დაშავდა. საპროტესტო გამოსვლები ალჟირში ტუნისის მოვლენებიდან ზუსტად 1 კვირის თავზე დაიწყო. ტუნისში მომხდარმა გადატრიალებამ არაბული სამყარო შოკში ჩააგდო და ამ ქვეყნებში მყოფი ხელისუფლებები მსგავსი გადატრიალების საფრთხის წინაშე დააყენა. ალჟირის ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ცნობით, სამართალდამცველებმა ალყაში იმ დროს მოაქციეს, როდესაც დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე მისვლას აპირებდნენ. პარტიის ლიდერის ცნობით, შეტაკების დროს 32 ადამიანი დაშავდა, მათ შორის არიან პარლამენტის წევრებიც. ჩვენ ხელისუფლებას სანქცირებული აქციის ჩატარება ვთხოვეთ. მათ გვითხრეს, რომ ჩვენ ოპოზიცია ვართ და ამ ქვეყანაში არანაირი უფლება არ გაგვაჩნია. სამთავრობო პარტია რომ ყოფილიყავით, რა თქმა უნდა, ყველაფრის უფლებას მოგცემდნენ. წინა დემონსტრაციების დროს დაკავებული ყველა ადამიანის გათავისუფლებას მოვითხოვთ. ხსურს პატივისცენ კოლექტიური თავშეყრის თავისუფლებას, რაც კონსტიტუციით გვაქვს მონიჭებული. სამართალდამცველებთან შეტაკების შემდეგ ოპოზიციის მხარდამჭერები პარტიის სათავო ოფისთან მაინც დარჩნენ. ალჟირის ოფიციალური პირების ცნობით, დემონსტრანტების ნაწილი დააპატიმრეს. დაშავებულებს შორის კი პოლიციელებიც არიან. ალჟირი საფრანგეთის ყოფილი კოლონიაა, რომელიც ევროპას გაზის 20%-ით ამარაგებს. ქვეყანაში უსაფრთხოების ძალებსა და ისლამის სამხედროებს შორის შეტაკებები ხშირია. ბოლო პერიოდში შეტაკებებს სულ 200,000 ადამიანი ემსხვერპლა.